შეიძლება იქით შეძრა, შეიძლება აქეთ შეძრა. ის მილიც მინდა დავათვალიერო. აი, ყველა ტერიტორია მინდა თავისი დავათვალიერო, მე შიგნითაც სიამოვნებით შევიდოდი. აქ რა ტერიტორია ნეტავია? აი, ეს მინდა გადავიღო მილში. რამე ხო არ უნდა და რა უჩემკარგო? აქ შიგნით შეცვლა არ შეიძლება. ვიცით, მაგრამ ჩვენ გამოძიებას ვაკეთებ ჩემი შვილი რო დაიღუპა და არავინ არ მეუბნება სად ჩავარდა. შულმკვდარი დედა ახლა ფიქრებით იმ გზას გადის, რომელიც მისმა უმწეო შვილმა ზუსტად 1 კვირის წინ რიყის პარკში მიტოვებული დუქების ტერიტორიაზე გაიარა. იოსკა ყველაფერზე ერთად ეფიქრება. იოსკას თვალებზე, რომელიც შველას ელოდა და მაშველი არ ჩანდა. ეფიქრება იოსკას ბოლო შეუსრულებელ ნატურაზე. გადარჩენილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა და ტალახითა და წყლით დაფარულ მასაში ჩაიკარგა. იმ ხალხზე ეფიქრება, ვინც 1 კვირის წინ აქ ამ პარკის სიახლოვეს იყო. განწირული ხმა ესმოდა, მაგრამ არ დაინტერესდა, ვინ ითხოვდა შველას. ეგ არის, ეგ იცით როგორი რა სუნი არის, დრენაჟი გააკეთეს, მოდით. ეგ არის ჩემო კარგო, ეგ. სხვა შეიძლება დააბიჯა, დაახტა და ჩავარდა. ესენი შეიძლება თხლად იყო. მე მგონი просто больше ვარიანტები არ არის. 4 მეტრია თქოს ოთახი არის. ბოდიშით მე თვითონ გადავიღებ მაგას. რომ მამამისიც დაინახოს. აი ასეთი არის სიღრმე. შეხედეთ? 1 2 3 4 ნახეთ, как почистили, როგორ გაწმინდეს, მაგრები არიან, прямо зачистили всё. შულმკვდარ დედას ფიქრები არ ასვენებს. ტყუპი დუქების ტერიტორიაზე ყველა კუთხე კუნჯულს ათვალიერებს. შემდეგ იოსკას მეგობრების ნაამბობს ადარებს, რომ ნახოს ადგილი, რამაც მისი შვილი იმსხვერპლა. დრენაჟი გააკეთეს. დრენაჟი, конечно, დრენაჟი. Вы что? არადა ირმა ოროლოვას დაღუპული შვილის მეგობრებმა უთხრეს, რომ იოსკას ქურთუკიც კი ტალახიანი ჰქონდა. თლიანად სველი, მხოლოდ თავი და ხელები უჩანდა. იმან თქვა, რომ 2 ბიჭი ასე ეკავა, აი ასე იოსკას. დამძიმდა, კურტკა დამძიმდა წყალში, ცივი წყალი იყო. თირმა დედა ჩვენ ასეგეთ ვიყავდი, გიორგი წავიდა იქით. 112-ში დარეკეთო, ჩვენი საქმე არ არის, ერთადერთი მძღოლი თქვა ავტობუსების, კი. ხო და იმან ვერა გონება დაკარგა, ისე დაკაწრული აქვს სულ. მე უთხარი ბიჭებო, ეგრე თქვენ ერთი შეცდომა შეიძლება დაუშვით, რომ დაიბენით კურტკები, უნდა გადაკვანზოთ ერთმანეთში და მისცეთ როგორც ბაწარი. და იმან აი ასე მოკიდებდა და ვერ ცივი წყალია, გული ვერ გაუზლა და გონება დაკარგა. იმიტომ რომ სულ დაკაწრული, აი ასე აქვს ხელები, აი რო წეს, აი ასე აქვს ხელები. იბრძვიდა საწყალი. დედამ დღესაც არ იცის ვინ დარეკა 112-ში. არ იცის ოფიციალური ვერსია, სად იპოვეს შვილის ცხედარი. იცის მხოლოდ ის, რაც ტრაგიკულად დაღუპული ვაჟის უახლოესმა მეგობრებმა უთხრეს. კვინთავები გამოძახება და ისინი აკვალანგს ეძებდნენ, არ იყო აკვალანგი, 15 წუთი აკვალანგს ეძებდნენ. ეს ვინ გითხრათ? ეს ბიჭები თქვეს, ბიჭები. ანუ სამაშველო მოვიდა, მაგრამ არ ქონდათ აღჭურვილობა. მოვიდა და ეძებდნენ, აკვალანგი ძალიან გვიან მოვიდნენ. არასრულწლოვანი ბავშვები ახლა უმძიმეს მდგომარეობაში არიან. მოზარდებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, რადგან ყველამ სიკვდილს თვალებში ჩახედა. აი ამასთან ერთად იყვნენ ესენი. ირკვევა, რომ ერთ-ერთს ეგონა, რომ თავადაც გადაყვებოდა იოსკას, რადგან ტალახის მასაში ჩაძირულ მეგობარს სულ უფრო მეტი ენერგია მიჰქონდა. 3 მეგობარი ერთად. მეგობრები, უბნის მეგობრები. იოსკა 2 წლით უფროსი იყო. ერთი ბიჭი ტირის ღამე და
Ასე დედას, რო იღვიძება, გეთ იოსკა держись за меня, რუსულენოვანი ერთი ბიჭი. ტრაგედიის ადგილი პარკის ავტოსადგომიდან რამდენიმე მეტრშია. იქვეა ტურისტული ავტობუსების გაჩერება. დაღუპული ბავშვის, ოჯახის წევრების ინფორმაციით, პანიკაში მყოფმა არასრულწლოვნებმა დახმარება ავტობუსის მძღოლებსაც თხოვეს. გამარჯობა, 25 იანვარს აქ იყავით. ბავშვები დახმარებას რომ ითხოვდნენ. გამარჯობა, თქვენს ავტობუსის მძღოლი ხართ ხო? აი ვერ გავარკვევ შაბათს დღეს ვინ მუშაობდა, ვინ იყო ამ ადგილას? ვის შეიძლება ვკითხო? თქვენს კომპანიაში შეგიძლიათ გადარეკოთ და იკითხოთ? ვინ მუშაობდა იმ დღეს? არ ვიცი, ახლა შაბათთან, შაბათს დიდი ხანია მისმენ. თბილისის ცენტრში მდებარე პარკის ნაწილი ყვითელი და წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. მაგრამ ადგილი, საიდანაც სავარაუდოდ მე-10 კლასელი იოსკა გადავარდა, დღესაც არასათანადოდაა დაცული. აქ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. საპარკინგე სივრცის, დროებით სახურავს, ფიცრები ადევს. თუნუქის ფურცლები ერთი ქვით არის დამაგრებული. ერთწამით ერთუჯრედებიანებისთვისაა ეს უნდა ყველაფერი გაკეთდეს ერთუჯრედებიანებისთვის არის მასე კი არავინ არაფერს არ უნდა დატოვოს ხო ნახეთ როგორი იყო ხო აი ასე უნდა იყოს ჩემო კარგო რომ არც ერთი ბავშვი არ ჩავარდეს არც ერთი ადამიანი არ ჩავარდეს უნდა და ტუალეტი რაღაცა ალბათ შეიძლება მასე გაიარა. პროსტა გდახტა ეგონა რომ დაფარულია და ჩავარდა. შაბათს ტრაგედიის დღეს იოსკა 2-დან 3 საათამდე ფორტეპიანოს გაკვეთილზე იყო. შემდეგ მეგობრებმა დაურეკეს და გასეირნებაავლაბარში შესთავაზეს. ასე მოხდა 16 წლის ბიჭი გლდანიდან რიყის პარკში. არ გამიყვირდა რომ აქ მოვიდნენ, იმიტომ რომ პირველად კი არ იყვნენ ირაკლიას მამასთან სტუმრად. სასტუმრო რო აქვს ზოგი უძახო მოდით ბიჭებო, იმიტომ რომ მშობლები დაშორებულია, მაგრამ სტუმრად მოდის და იცნობს ახლა ყველა მის მეგობრებს. დოქების ფორმის ორი შენობა რიყის პარკში 2012 წლამდე ააშენეს. აქ თეატრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ივანიშვილის ტყუპის შენობები არ მოსწონდა, ამიტომ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მრავალმილიონიანი პროექტი გააჩერეს და სანაკვეთ აქციეს. ბოლოს კი ივანიშვილის ახლო მეგობარს, პრორუს ოლიგარქს დავით ხიდაშელს მიყიდეს. ამ ტერიტორიას 96 მილიონად ყიდნენ, თუმცა ხიდაშელს 10ჯერ უფრო იაფად მიყიდეს. იმის გამო რომ აქ ღვინის მუზეუმი გაიხსნა და საგამოფენო სივრცეები მოეწყო. პირობის შესრულების ვადა 2 თვეში იწურება, თუმცა რიყეზე ხიდაშელს არაფერი გაუკეთებია. უპატრონობის გამო შენობები ქალაქის შუაგულში საშიშ ზონადაა გადაქცეული. საერთოდ კამერები ამ ტერიტორიას აქვს თუ არ აქვს, მაინტერესებს. დოქების შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ჭიხურია. მათი მოვალეობაა ობიექტის 24 საათიანი დაცვა, მაგრამ საფედისწერო მომენტში, როგორც გაირკვა, იქ არავინ იყო. ბიჭები მითხრეს. კი, იქ დაცვის პოლიცია იყო, მაგრამ არავინ არ იყო. გიორგი მითხრა, ეხლა გამაქვს ცარიელი იყო ჯიხური. სად იყო დაცვა იმ დროს, როცა მე-10 კლასელი ბიჭი სიკვდილს თვალებში უყურებდა. დედა ამბობს, რომ ბავშვებმა ჯიხური ცარიელი ნახეს. არდა ეს დაახლოებით საღამოს 5 საათიდან 6 საათამდე პერიოდია. არასრულწლოვანი ბავშვები ამბობენ, რომ ტრაგედიის დღეს ჯიხური იყო ცარიელი. სად იყო თანამშრომელი? არ მუშაობდა, გააცდინა სამსახური? მენაში მე არ ვიყავ. ვინც იყო გააცდინა სამსახური? მე რა ვიცი. ბავშვების ყვირილი არ გაგიგიათ დახმარებას რომ ითხოვდნენ? და მეგობრის გადარჩენა რომ უნდათ? არ გაგიგიათ ბავშვების ხმა? გეძინათ თუ სად იყავით? დაცვის ჯიხურში ვაფიქსირებთ იმ თანამშრომელთა გვარებს, ასევე ტელეფონის ნომრებს, რომლებიც ამ ობიექტზე მუშაობენ. ვიწყებთ იმის გარკვევას, თუ ვინ იყო 25 იანვარს მორიგე. ყველას ვეცნობით გამომძიებლად. გამარჯობა. გამარჯობა. გელა ბორაშვილს ვესაუბრები, ხო? დიახ. ბატონო გელა, 25 იანვარს იყავით სამსახურში? 25 იანვარს, აბა შაბათი იყო, ხო? 25 იანვარს. რომელ საათზე წახვედით სამსახურიდან? 9 საათზე.
იცით რა მაინტერესებს ბატონო? 2 საათზე რატომ დაასრულეთ იმ დღეს მუშაობა? აფრილზე გავიაროთ, ხო შეიძლება? რატომ დაასრულეთ ორშაბათს მუშაობა? ასე ადრე. რატომ არ იყავით ადგილზე, როდესაც ბავშვები შველას? თქვენ გელა ბორაშვილი ხართ? არ ვიცი. ვიწყებთ გელა ბორაშვილის წევნას, რადგან დაცვის პოლიციის თანამშრომელთან სატელეფონო საუბრის დროს გავარკვიეთ, რომ შაბათს მამაკაცმა სამუშაო დღე 2 საათზე დატოვა. გვინდა გავიგოთ, სვლა დღის 2 საათზე იცვლება, თუ დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ადრე გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა. გამოძიებელთან დარიგე და მოიდეს და დააკავოს ისინი აქ. შემოხვედით, გენაცვალე, წითელი ზოლი გადმოკვეთით. ადამიანი მოკვდა ამ ტერიტორიაზე, სად იყავით, რატომ არ მუშაობდით? 2 საათზე რატომ დატოვეთ სამსახური? არ ვიცი, არაფერი. 2 საათზე რატომ დატოვეთ სამსახური? კაცი, რომელიც ახლა ობიექტის მცველად მუშაობს, ძალიან გავს იმ პიროვნებას, ვისაც ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ. თუმცა, დაცვის თანამშრომელი გვარწმუნებს, რომ გელა ბორაშვილი არ არის. მიპასუხეთ, რატომ წახვედით სამსახურიდან ადრე? არავინ არ წასულა, ადგილზე იყო კაცი აქ. ვინ იყო? ვინც იყო? ერთი ადამიანი იყო? ერთი იყო თუ 10 იყო, გამანებეთ თავი. ბავშვებმა თქვეს, რომ აქ არც ერთი თანამშრომელი არ იყო. სად იყავით იმ დღეს? მიმართეთ პრეს-ცენტრს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მეორე თანამშრომელთან გასაუბრებით კი ვადგენთ, რომ სვლა დილის 9 საათზე იცვლება. ყოველ დღე აქ 2 ადამიანი მორიგეობს. გამოდის, რომ იმ დღეს დაცვის პოლიციიდან დოქების ტერიტორიაზე ერთით ნაკლები ადამიანი იყო. მეორე სად იყო, ვერ ვადგენთ. 2 საათზე მიდიხართ ხოლმე სამსახურიდან, გაქვთ ამის უფლება, რომ 2 საათზე დატოვოთ სამსახური? არა, მაგის უფლება არ გვაქვს და არ ვსტოვებ. რომ საათზე ტოვებთ აბა სამსახურს? არ ვსტოვებ. დილიდან დილამდე სულ აქ ვართ და სულ ვაქცევთ ყურადღებას. შენობა პირდაპირ პარკში დგას. ეს ერთიანი საზოგადოებრივი სივრცეა. მხოლოდ 16 წლის ბიჭის სიკვდილის შემდეგ შემოსაზღვრეს ტერიტორია ლენტებით და აკონტროლებენ, რომ იქ არავინ შევიდეს. დედამ ჩვენი კამერის წინ აღმოაჩინა, რომ დოქების გარეთ იოსკას სიკვდილის დღეს დალუქეს და ჩნდება კითხვა, სად იყვნენ მანამდე. ეს არის 25-ში დაბლოკილი, როცა დაიღუპა ბავშვი. რიყის პარკი, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი დადის, უსაფრთხო არ არის. მარიამ ქარდავა აქ ყოველდღე ასეირნებს არასრულწლოვან შვილს და 2 ძაღლს. 25 იანვარსაც პარკში სეირნობდა, როცა დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო დაინახა. რომ ნახე, რომ ლენტებით იყო ეს შემოსაზღვრული შესვლა არ შეიძლება და ვიკითხე რა ხდება. მეგონა რომ იყო მკვლელობა. ხშირად ხდება ხოლმე აქ რაღაცა გაუგებრობები და მაშინ გავიგე რომ ბავშვი დაიხრჩო. სად დაიხრჩო? აი აქ რასაც ხედავთ, აი აქ თუ ჩავარდი, როგორც ვიცი, იქიდან ამოსვლა არის შეუძლებელი, რადგან იქ არის ასე ვთქვათ აუზივით, არის ტალახი და სავარაუდოდ გროვდება წყალი. თუნდაც როგორც მითხრეს, ცურვაც რომ იცოდე, იქიდან გამოსვლა არის შეუძლებელი. მარიამ, ბავშვი საიდან ამოიყვანეს? მე საკაცე დავინახე იქითა მხრიდან, მეორე მხრიდან. აი დაცვის მეორე ჯიხური. კი ბატონო, იქითა მხრიდან დავინახე. მარიამი გვიყვება, რომ რიყის პარკი ადამიანებისთვის სახიფათოა. აქ რამდენიმე ადგილია, სადაც მოქალაქე შეიძლება დაშავდეს ან უარესი განმეორდეს იგივე ტიპის ტრაგედია, რაც 25 იანვარს მოხდა. მაგალითად, ქალი მიგვითითებს ადგილზე, სადაც განათების ბოძიდან დენი გადადის. ეს არის ჩემი პოსტი 2023 წლის 22 ნოემბერს. და რაზე წერთ? 4 წელია ძაღლებს ვასეირნებ რიყის პარკში. ბოლო 1 წელია ვასეირნებ ძაღლებს და შვილს 1 წლისა. 4 წელია ვაფრთხილებთ დაცვას, რომ საბავშვო მოედანზე დენი ურტყამს. მარიამ ქარდავა ახლა იმ სტატუს გვიკითხავს, რომელიც 2023 წელს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მაშინ თბილისის მერიის Facebook გვერდიც კი მონიშნა და გააგებინა, რომ ქალაქის ყველაზე დიდი პარკი სახიფათოა. მაგრამ მას შემდეგ თითქმის 2 წელი გავიდა, მაგრამ აქ არაფერი შეცვლილა. ჩემი 2 წლის შვილს ხედავ, რომ აი აქ არის გადამდგარი, აი აქ არის სიცარიელი, აბა ჩაიხედათ თუ არ შეგეშინდებათ. ბავშვი არა, მოზარდით და ზრდასრულით შეიძლება რომ გადავარდეს, მაქსიმუმ შორტი. ამ დაზიანებული მოაჯირიდან გადავარდნას დაახლოებით 6 თვის წინ სასწაულით გადაურჩა მარიამის შვილი.
ბავშვს ბურთი ღობესთან გადაუვარდა. ადგილზე მისულმა მშობელმა კი დაინახა, რომ მისი პატარა პირდაპირ საავტომობილო გვირაბის თავზე შეუმინავ ადგილას იდგა. აი ესე უნდა იყოს მოღიავებული და მე გავშეშდი და ვინც ჩემთან ერთად ასეირნებს ძაღლებს ის მივინა ესე აწია, იმიტომ რომ აქ რო ან ძაღლს კუდი გაერტყა, ან მე რაღაცა რეაქცია მქონოდა, ხმამაღალი შეიძლება გადავარდნილიყო. რა უბედური ადგილია ჩემო კარგო. შუმკვდარი დედა ამ დრომდე ეძებს პასუხებს კითხვებზე, რომელსაც ვერავინ სცემს. დღემდე ესმის გამომძიებლის ნათქვამი, რომ იოსკას გადარჩენა შეუძლებელი იყო. გამოძიებელმა თქვა, რომ ძალიან ღრმად იყო და სამწუხაროდ ვერ გადავარჩინეთო. საბედისწერო დღეს ირმა შვილს გამუდმებით ურეკავდა და ამოწმებდა. როცა ნაშუა დღეს იოსკასთან გადარეკა, ბავშვმა ტელეფონს არ უპასუხა. შემდეგ უკვე მობილური გათიშული იყო. დედის ტელეფონზე ზარი ღამის 9 საათის შემდეგ შედის. პოლიცია ქალს თავზე დამცემ ამბავს ეუბნება. გრო არ დამტოვა იოსკა, გრო არ დამტოვა, დავარდე მუხლებზე. თქვენ ისეთი ისტერიკა, ისეთი აგონიაში, ყველა მეზობლები მოვიდა, ირმა რა დაგემართა. მეუბნები ჩემი ბავშვს ვერ გურძნობ, ეგრე ჩემი იოსკას აღარ ვგურძნობ. კანით ვიგრძენი, რომ რაღაცა меня отрезали, вот меня отрезали. Вдгевар, აი როგორც ტიტველი ვდგევარ, не могу понять, რამ ჭირს. ირმას და გრიგოლს 4 წლის შვილი ყავთ. როცა მამა რიტუალების დარბაზში სამძიმარს იღებდა, დედა მცირეწლოვან ბიჭთან სახლში იყო და ცდილობდა არასრულწლოვანს გლოვა არ ეკრძნო. რა თქმა უნდა, პატარას არ მოვალ გავიხდი, ფერადებს რამე ჩავიცვა, რომ პატარას არ ვამჟღავნებ მაგას. ჯარში წავიდა, მეოთხარი ჩაპა, ეგრე იოსკა ჩვენი კუჭიკა ჯარში არის, მამჩკა. რამდენი არის პატარა? 4 წლის არის. ადეიშვილები 30 წელია ქირით ცხოვრობენ. ირმა სამკაულებს აკეთებს და ვაგზლის მოედანზე გასაყიდად აბარებს. გრიგოლი კი პროფილაქტიკაში მუშაობს და ასე გააქვთ თავი. ხან ვეჩხუბებოდი, მათუდანი ხაძი იქით არ წადი, ის არ გააკეთო. პროსტა ვიყავი, აი არწივი ვიყავი. ნამდვილად, ვინ მიცნობდა ირმა თქვა შენსავი დედა, შენ გავერით აქ რომ მოხტებოდი, იცინიან თოჟე ჩემიანები, რომ შენ ალბათ აფეთქავდი ამ ტრუბას, მაგრამ გადაარჩენდი მაგას. დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს იოსკას იმ დღეს გლდანიდან ავლაბარში წასვლის უფლებას არ მისცემდა. ან ყველგან თან გაყვებოდა და დაიცავდა. თავის დაცვა რომ უკეთ შეძლებოდა, ბავშვობაში იოსკა მშობლებმა კარატეზე შეიყვანეს, მაგრამ ბიჭს საბრძოლო ხელოვნებაზე მეტად მუსიკა აინტერესებდა. ჯერ ფორტეპიანოთი დაიწყო, შემდეგ კი ელექტრონული მუსიკის შექმნა ისწავლა. ლეპტოპი რო ქონდა, მუსიკას წერდა, ელექტრონულ მუსიკას უყვარდა და თვითონ აწყობდა ბევრი. მაგ იცით როგორი ბავშვი იყო? არ იყო თანამედროვე სტილის ბავშვი. 70-90 წლები მუსიკას იცოდა ყველა, Roxette, Modern Talking, Scorpions, Queen, ისა დიტერ ბოლენი იყო მისი არ ვიცი კუმირ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლა ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს დაწყებული. ირმა ვერ იგებს ეს მუხლი მისი შვილის სიკვდილთან რა კავშირშია. სულ მცირე გამოძიება დაწყებული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.